მოგესალმებით BMG TV წარმოგიდგენთ გადაცემა რედაქტორს, რომელსაც დღეს მე ჟურნალისტი ელენე გოგბერაშვილი გავუძღვები. განვითარების რა ეტაპზეა აკვაკულტურა საქართველოში, იზრდება თუ არა თევზის წარმოება ქვეყანაში, რა სამიზნე მაჩვენებლებია გაწერილი დარგის განვითარების სტრატეგიაში და რამდენად ახლო პერსპექტივაში შეუძლია იმპორტ დამოკიდებულ ქვეყანას თვითკმარი გახდეს. ეს არის ნაწილი იმ თემებისა, რომელსაც დღევანდელ გადაცემაში შევეხებით, სანამ სტუმარს წარგიდგენთ. მცირე სტატისტიკურ მაჩვენებლებს მინდა რომ გადავხედოთ. აკვაკულტურის სექტორის ბოლო მიმოხილვა, რომელიც სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა, დარგის 2023 წლის მდგომარეობას ასახავს. ოფიციალური სტატისტიკით აკვაკულტურა ძირითადად ოჯახურ მეურნეობებში გვხვდება, მხოლოდ 10%-ის შემთხვევაში ხდება ეს საქმიანობა საწარმოების დონეზე. აქედან გამომდინარე, თევზის 58%, ოჯახურ მეურნეობებში 42% კი საწარმოებში იწარმოება. თევზის წარმოების მხრივ მნიშვნელოვანი შედეგები ქვეყანას არ აქვს. საქსტატის ოფიციალური სტატისტიკა მოწმობს, რომ ქვეყნის შიდა წარმოება 3000 ტონამდეა, მაგალითად 2023 წელს ქვეყანაში მხოლოდ 2479 ტონა თევზი იწარმოა, მაშინ როცა საგრძნობლად დიდია ბაზარზე იმპორტირებული პროდუქციის წილი. მაგალითად, გასულ წელს ქვეყანაში 7,7 მილიონი დოლარის ღირებულების 995 ტონა ახალი ან გაცემული თევზის იმპორტი განხორციელდა. ამ პროდუქტის მთავარი მომწოდებელი ჩვენი მეზობელი სახელმწიფო თურქეთია, საიდანაც გასულ წელს ქვეყანამ 4,8 მილიონი დოლარის ღირებულების თევზი შემოიტანა. მართალია, ქვეყნის შიდა წარმოება ჯერ საკმაოდ მცირეა, თუმცა დონორების მხარდაჭერით საქართველოს უკვე აქვს საქართველოს აკვაკულტურის მდგრადი განვითარების 2024-28 წლების სტრატეგია, რომელიც გასულ წელს დამტკიცდა. სტრატეგიის მთავარ მიზანს წარმოადგენს ადგილობრივი და საერთაშორისო საბაზრო პოტენციალის გათვალისწინებით წარმოების იმ სახით გაზრდა, რომ სულ მცირედ აკმაყოფილდეს ადგილობრივი მოთხოვნა და ამჟამინდელი წლიური წარმოება გაიზარდოს მინიმუმ 5-ჯერ. მანამდე 2020 წელს ქვეყანაში აკვაკულტურის შესახებ კანონი ამოქმედდა, 2023 წელს კი საზღვაო აკვაკულტურის ფერმების მოსაწყობად აჭარის, სამეგრელოსა და გურიის სანაპირო ზოლში ლოკაციები გამოიყო. მნიშვნელოვანი იყო, რომ 2024 წელს ევროკავშირმა საქართველოს სახელმწიფო უწყებების მიერ გაცემული თევზჭერის სერტიფიკატები ოფიციალურად აღიარა, რამაც ქართულ მეწარმეებს ზღვაში დაჭერილი თევზის და თევზჭერის პროდუქტების ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტის შესაძლებლობა მისცა. და პერსპექტივა აქვს ქვეყანას თევზის წარმოების, ადგილობრივი ბაზრის დაკმაყოფილების და ექსპორტის მიმართულებით, რა აფერხებს დარგის ზრდას და რა გამოწვევები არსებობს სექტორში. ყველაფერზე, რომელიც აკვაკულტურის დარგის განვითარებას ეხება, ვისაუბრებთ სტუმართან ერთად. რედაქტორის კითხვებს დღეს საქართველოს თევზის მომშენებელთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ჩობანიანი უპასუხებს. ის დარგობრივ გაერთიანებას 2012 წლიდან უძღვება და დღეს ეს ასოციაცია 250 ფერმერს და რამდენიმე კოოპერატივს აერთიანებს. ხალბატონ ნინო უკვე შემოვარდნით ჩვენ სტუდიას. მოგესალმებით. პირველ რიგში უღმესი მადლობა, რომ გვითხოვთ დროს და პასუხობთ ჩვენს კითხვებს. დიდი მადლობა მოწვევისთვის, დიდი მადლობა საკითხით დაინტერესებისთვის. მადლობა თქვენ. პირველ რიგში მინდა გთხოვოთ განვაახლოთ ის მონაცემები, რაც გვაქვს ამ ეტაპისთვის. ჩვენ ამ შემთხვევაში როცა ვმუშაობდი ამ გადაცემაზე, დავეყრდენი სტატისტიკის სამსახურს, რომელიც 2023 წლის მდგომარეობით აღწერს რა მდგომარეობა რეალურად აკვაკულტურის დარგში. თუმცა როგორი სურათი იყო 2024 წელს, წლევანდელი წელის ტენდენციები როგორ მიდის, იზრდება თუ არა ეს სექტორი და რამდენად უწყობს ამ ზრდას ხელს აი ეს ცვლილებები, რაზეც მათ შორის წინა სიტყვებაში მქონდა საუბარი, მათ შორის კანონი, ასევე სტრატეგიის შექმნა ამ სექტორისთვის. მოგეხსენებათ, აკვაკულტურის კანონი მიღებული იქნა 2020 წელს. მანამ დამოუკიდებლობის პერიოდიდან ფერმები, აკვაკულტურის ფერმები ვითარდებოდა სტიქიურად, ყოველგვარი გეგმა ზომიერების და კანონის დაცვით, წესების დაცვით და შესაბამისად დღეს უკვე ამდენი 3 წლის თავზე ჩვენ მივიღეთ არც თუ ისე სახარბეულ შედეგი. რაც გამოიხატება იმაში, რომ წყლის რესურსი არ არის ეკონომიურად გამოყენებული, არარაციონალურად გამოყენებულია. ასევე მიწის რესურსია არარაციონალურად გამოყენებული, იმიტომ რომ დაგეგმარება ამ ფერმების ესეც სტიქიურად განხორციელდა. ასევე პრობლემას ვხედავთ
სასელექციო საქმიანობაში. მოგეხსენებათ, კობრის შემთხვევაში არ ხდება სასელექციო სახეობების, ანუ განახლებული ჯიშის ჩასასმელი მასალის შემოყვანა. ამას თუ ახერხებს 1-2 ფერმერი, მაგალითად ჩვენ მქონდა ერთ-ერთმა კოოპერატივმა გააკეთა, შემოიტანა უნგრეთიდან ჩასასმელი მასალა. ამ საკითხში, ამ ნაწილში კობრის ფერმები უფრო უკეთეს მდგომარეობაში არიან, იმიტომ ისინი ძირითადად ყიდულობენ ქვირითს და ანუ სასელექციო პრობლემების წინაშე არ დგანან გენეტიკური მასალის. ასევე პრობლემა შეიქმნა განათლების და უნარჩვევების ნაკლებობის მხრივ. ანუ ეს ის საკითხებია უმთავრესი, რომელიც აი ამ სტიქიურმა განვითარებამ მოიტანა და რომელიც საჭიროებს ეტაპობრივად აღმოფხვრას, თუმცა მიდის სამუშაოები იმისთვის, რომ ეს ყველაფერი იქნას გამოსწორებული. კი ბატონო, თავად სექტორი რამდენად აჩვენებს ზრდას? ჩვენ რასაც ხედავთ რიცხვებში მათ შორის ჩვენ არ გვაქვს იმ მოცულობის წარმოება, რომ გარკვეული რაოდენობაში და მოთხოვნის მაინც დავაკმაყოფილოთ და მაინც იმპორტდამოკიდებული ქვეყანა ვართ. აი, რამდენად იზრდება ქვეყნის შიდა წარმოებები? კი ძალიან ბევრ პრობლემებზე ამახვილებთ თქვენს ყურადღებას, თუმცა აი, იგივე ფერმერები რამდენად არიან მზად იმისთვის, რომ გააფართოვონ საკუთარი წარმოება და მათ შორის რესურსი, ამის ადამიანური მათ შორის რამდენად არსებობს და ცოდნა პირველ რიგში ამ სექტორში. ეცეთ ყველაზე სავალალო ის არის იმ დანარჩენ ჩამონათვალთან ერთად, რომ ახალგაზრდები არ არიან დაინტერესებული დიდად ამ საქმიანობით. ჩართულია ოჯახის წევრი უფროსი და შემდეგი თაობა ნაკლებად. თუმცა შეინიშნება გარკვეული პოზიტივები ამ მხრივაც. სასწავლო, ჩვენ შექმნით სასწავლო, შევიმუშავეთ სასწავლო პროგრამა კოლეჯისთვის, აგროდუოს მხარდაჭერით. გორში გავაკეთეთ კოლეჯ ამაკში მოკლევადიანი სასწავლო პროგრამა. და აქ აღსანიშნავი ის იყო, რომ ახალგაზრდები არიან ჩართული ფერმერების ოჯახებიდან. ბევრი არა, მაგრამ ეს იმედის მომცემია, მე ასე ვფიქრობ. და ასევე ხდება მე ვერ გეტყვით, ხო, ციფრები ვერ არის მთლად საბოლოო ჯამში წარმოებული პროდუქცია, სამწუხაროდ ვერ ცდება 300,000, მაგრამ დივერსიფიკაცია ხდება, იცით, ძალიან აქტიური გახდა ზუთხის მოშენება იმ ფერმებში, რომელსაც ბუნებრივი პირობები და საჭირო გარემო ხელს უწყობს, თითქმის უმეტესობა აწარმოებს უკვე ზუთხს, რაც სარეალიზაციო სივრცე რა აქვთ ამ შემთხვევაში? ეს არის სხვადასხვა სტუმარ მასპინძლობის დაწესებულებები, ეგრეთ წოდებული ასე თქვა რესტორნები, ესეთი კვების ობიექტები, თუ აი სად ხდება აქ ქვეყნის შიგნით წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია? იცით რა, უმეტესად ფერმის კარზეც ხდება რეალიზება. ხდება ქსელებში, კარფური, ანუ დიდ ქსელებში ხდება, აგროჰაბში, ხდება ასევე მცირე რესტორნებში. შეიძლება დიდ შეწუბროთ, მე იმის თქვა მინდოდა, რომ ამას ახერხებენ ეს ჩვენი ფერმერები, რომ რაღაც გარკვეულწილად მოახდინონ რეალიზება ამისი. თუმცა რეალიზების პრობლემა არის ძალიან დიდი კობრისებრების წარმოებისას. მოგეხსენებათ, იქ არის დიდი ტბორები და როცა ამოჭერის დროს ეს ტბორები უნდა იქნას დამშრალი. და ეს იმას ნიშნავს, რომ პროდუქცია უნდა იქნას მყისიერად რეალიზებული. ამას ფერმერი ვერ ახერხებს, მოდის გადამყიდველი ამ შემთხვევაში და გადამყიდველი ნახევარ ფასად, ვიდრე ეს რეალური საბაზრო ფასია, ნახევარ ფასად ყიდულობს ამ პროდუქციას. ამ მიზნით ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი პროექტი, უბრალოდ ამჯერად არ გაგვიმართლა ჩვენი კოოპერატივი, რომელიც აკვანომი, რომელიც შიდა კახეთის რეგიონშია, გვინდა რომ გავაკეთოთ ესეთი სადემონსტრაციო გადამამუშავებელი ცენტრი ყველაფერთან ერთად, აქ იქნება სასწავლო ცენტრიც, აქ იქნება გადამამუშავებელი და რაც ხელს შეუწყობს აი ფერმერის შრომა იქნას სათანადოდ დაფასებული და თქვათ არ მოხვდეს გადამყიდველის ხელში და ამ შემთხვევაში ფერმერი ზარალზეა, მოგებას ვერ ხედავს.
კი ბატონო. ანუ მაინც უფრო ამ ნაწილშია რეალიზაციასთან დაკავშირებული პრობლემები, თორე სხვა მხრივ ეს მოთხოვნა შიდა წარმოების პროდუქცია არის, ხო? არ არის პრობლემა. კი ბატონო. ალბათ ნინო, ჩვენ ვახსენეთ ასევე სტრატეგია ის მოკლევადაზე გათვლილი შეიძლება ესე ითქვას 2024-28 წლების საკმაოდ ამბიციური მაჩვენებლები ჩადებული, რომ ყოველწლიური მოკლედ წარმოება უნდა გახუთმაგდეს, ხომ? აი ამის პოტენციალი და რესურსი რამდენად არსებობს და აი ჩვენ რამდენად მიუყვებით ამ სტრატეგიას, ანუ რა კეთდება იმისთვის, რომ სწორედ ამ დიდ მასშტაბებზე გავიდეთ წარმოების თვალსაზრისით. თქვენ კარგად იცნობთ ამ დოკუმენტს. მაშინ როცა ლაპარაკია გახუთმაგებაზე, ხო, აი ამ პერიოდში, აქ იგულისხმება, რა თქმა უნდა, მარიკულტურაც. აქ იგულისხმება მარიკულტურა და პოტენციალი მარიკულტურის განვითარების არის 100,000 ტონა. თუ ჩვენ გავითვალისწინებთ ყველა იმ მიდგომებს, რაც არის ნახსენების სტრატეგიის დოკუმენტში, ეს იქნება ასევე უნდა იყოს მხარდაჭერილი სწავლება ამ ფერმერების სწორი მართვა ფერმის, ასევე აქ იგულისხმება ჩართულობა ფერმერების, რომლებიც შიდაწყლის აკვაკულტურაში მოღვაწეობენ, მათ უნდა უზრუნველყონ სალიფსიტე ჩასასმელი მასალით მარიკულტურის ფერმები. შესაბამისად, ეს ყველაფერი გათვლილი იქნება შემდგომ უკვე სარესტორნო ბიზნესზე, დასაქმებაზე, ტურიზმზე, ეს ყველაფერი რა თქმა უნდა, თუ იქნება ყველა მხრიდან ხელშეწყობა, იქნება აუცილებლად იმის შესაძლებლობა, რომ გახუთმაგდეს პროდუქცია სტრატეგიის შესაბამისად. ანუ 100 ტონა ეს პოტენციალი 100 ტონა არის ზღვაში. კულტურა ითვალისწინებს 100 ტონას, თუ ყველაფერი წესრიგში ისე განვითარდა, როგორც არის დაგეგმილი. კი ბატონო, რას ვაკეთებთ ახლა ამ სტრატეგიის შესაბამისად? ის რაც გაწერილია რეალურად და ვიცით რომ გაიდლაინებიც არსებობს შესაბამისი, ანუ რამდენად მიუყვებით უკვე ამ პროცესს და ვინ არის მონაწილე მოკლედ აი ამ პროცესში? იცით, რაც შეეხება მარიკულტურას, არის დაინტერესება რამდენიმე, თქვენ მოგეხსენებათ, სულ არის 8 ზონა გამოყოფილი, აქედან 3 არის თევზის, 5 არის მოლუსკებისთვის. ინტერესი დიდია როგორც უცხოური ინვესტორების, ასევე ქართველების მხრიდან და ამ ეტაპზე მიდის განხილვა აი ამ განაცხადების და ვფიქრობთ, რომ მალე ალბათ უკვე გადანაწილდება ეს გამოყოფილი ზონები და დაიწყება აქტივობები. კი ბატონო, ანუ კონკრეტული შეთანხმება როგორც ჩანს ჯერ ამ კონკრეტულ არეალებზე არ არის. იქ რა რესურსი და პოტენციალი აქვს აი ამ არეალებს, რადგან განისაზღვრა კონკრეტული საზღვაო არეალები, იქ პოტენციალიც იქნება, რომ ასე ვთქვათ, მეტი პროდუქტი მივიღოთ, ხომ? რა თქმა უნდა, ეს ბუნებრივი პირობებიდან მოხდა განსაზღვრა, ეს ჩვენ GFCM-ის ექსპერტები, GFCM მოგეხსენებათ არის FAO-ს კომისია, ხმელთაშუა ზღვის თევზჭერის გენერალური კომისია, რომელიც შავ ზღვაზეც მუშაობს, შავ ზღვის ქვეყნებზე, მათ შორის საქართველოსაც. მათი დახმარებით ჩვენ მივიღეთ ექსპერტები, მოვიწვიეთ ექსპერტები, რომლებიც მუშაობდნენ ამ საკითხზე და იყო მთელი პარამეტრები, ძალიან არ წასულა ესე ადვილად არ იყო ამ ზონების გამოყოფა, იცით, იქ იყო შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან, აჭარის დაგეგმარების სამსახურთან, ტურიზმთან, მოსახლეობასთან იყო, ასევე იყო ლიცენზიანტ თევზმჭერებთან შეხვედრები, maritime agency როგორ არის, საზღვაო ამ ჰიდროგრაფიასთან, ყველა მხარესთან, ანუ ეს არ მოხდა რაღაც ეს რუკაზე დადებით და ეს ადგილი შეირჩეს. კალბატონინო, თქვენ ახსენეთ, რომ მათ შორის უცხოელი ინვესტორების მხრიდანაც არის ინტერესი, ანუ ამ ნაწილში ამ ბიზნესში შემოსვლით, რომელი მხარის ინვესტორები არიან დაინტერესებული, თუ გაქვთ ინფორმაცია? იცით რა, დაინტერესებულია თურქები, საკმაოდ მსხვილი თურქული საკმაოდ მსხვილი ინვესტორი, ნორვეგიული საკმაოდ მსხვილი ინვესტორი, თევზის შედარებით მწირია მოლუსკების ნაწილი კი.
კი ბატონო, მე მახსოვს იგივე როცა მარიკულტურაზე ვსაუბრობთ და მოლუსკების თემაზე, რამდენიმე ადგილობრივი ასე ვთქვათ ბიზნესმენი, რომელიც დაკავებულია ამ საქმით, მათგან გვსმენია, რომ იქ რთულია გაკონტროლება და ხშირად არის ქურდობის, ეგრეთ წოდებული ქურდობის შემთხვევები. აი ამ ნაწილში როგორ კონტროლდება ეს არეალები? ამ ნაწილში თავად კერძო სექტორი უნდა ჩაერთოს და მათი მხრიდან უნდა მოხდეს ამის ზედამხედველობა, თუ თავის მხრივ სახელმწიფოც იღებს გარკვეულწილად ვალდებულებას, რომ ის არეალები მაქსიმალური კონტროლის ქვეშ მოაქციოს. თალბოთ აიღებს თავის მხრივ სახელმწიფოც გარკვეულ ვალდებულებებს, იმიტომ რომ მოგიხსენებათ აქ არის ინვესტიცია ჩადებული, თუმცა თავად მე ალბათ თქვენ არსებულზე ვინც მუშაობდა იმ ფერმერების ინფორმაციის საფუძველზე აკეთებთ ამს, მაგრამ ალბათ მეტწილად მაინც კერძო ბიზნესზე გადავა, იცით ეს ზედამხედველობა და უზრუნველყოფა უსაფრთხოების. თქვენ ახსენეთ FAO და FAO-ს პროექტი, საინტერესოა ეს პროექტი იმდენად რამდენადაც როგორც ჩვენ ეთერს მიღმაც ვსაუბრობდით, ამ პროექტის ფარგლებში უნდა მოხდეს აღწერა რეალურად რამდენი ასე ვთქვათ მეურნეობა არსებობს აკვაკულტურის ქვეყნის ფარგლებში. როდის იქნება საბოლოო შედეგები და რაღაც შუალედურ ასე ვთქვათ მოკვლევაზეც ხომ არ შეგვიძლია ვისაუბროთ, რა უკვე იკვეთება თუ არა გარკვეული მოცულობები, რომლებიც დაკავებული არიან ამ საქმიანობით, იმიტომ რომ სტატისტიკის სამსახურის ანგარიშებში კონკრეტული რაოდენობა ვინ რამდენ საწარმოებს ამ ფერმებში არ გვაქვს, ამიტომ ამ პროექტი ალბათ მნიშვნელოვანი იქნება. კი ბატონო, ეს არის ძალიან საინტერესო პროექტი. ჩვენ მართლა დიდი პატივი გვერგო GFCM-თან ერთად გვემუშავნა ამ პროექტზე, ასოციაციას გულისხმობ. ჩვენ დავიწყეთ ოქტომბერში ეს პროექტი, გადავანაწილეთ თქვენცით რომ ჩვენ ასოციაციაში ყავს 12 გამგეობის წევრი ყველა რეგიონიდან, გადავანაწილეთ ეს მონაცემები რეგიონებში და მოკლედ მივიღეთ რეგიონებიდან აღწერა ფერმების. შესაბამისი ძალიან საინტერესო კითხვა არის სხვათა შორის, რომელიც მე გამოგვადგება ამ სექტორის მუშაობისთვის, სექტორზე მუშაობისთვის და სექტორის მუშაობისთვის და მაისის ბოლოს ჩვენ გვაქვს უკვე ანგარიში წარსადგენი GFCM-ში. შესაბამისად, ეხლა ჩვენ ვართ იმ ეტაპზე, რომ ეს მოგროვილი მასალები შეყვავს სპეციალურ ფორმაში. წინასწარ რაც შემიძლია გითხრათ, ის არის, რომ ფერმების რაოდენობა 400-ზე მეტია. სავარაუდოდ უმეტესია საოჯახო ფერმები, მაგრამ აი საქსტატთან 90 იქნება თუ 80%, აი ეგ მაგას დავთვლით მოგვიანებით თვის ბოლოს უფრო სწორედ და გვექნება შედეგი. და მათ შორის ხომ არ მოიაზრებს ეს მოკვლევა რა მოცულობების პროდუქცია იწარმოება ქვეყანაში, გვექნება თუ არა ამის შესახებ დაზუსტებული მონაცემები? დაახლოებით ზუსტი ვერა, დაახლოებით უნდა გითხრას ამან წარმოებული პროდუქცია. კი ბატონო, საერთოდ ქვეყანა რამდენს მოიხმარს ხალბატონო ნინო, რაღაც ესეთი სტატისტიკური მონაცემები რამდენად არსებობს? ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა შევხედოთ იმპორტს, რა მოცულობის იმპორტი ხორციელდება, თუმცა საინტერესოა რა მოცულობები სჭირდება ადგილობრივ ბაზარს და ესეც საინტერესოა რამდენად იზრდება მოხმარება ქვეყნის შიგნით. იცით რა, მოხმარება იზრდება. თქვენ იცით რომ მსოფლიო ორგანიზაციის თვის დადგენილი, მსოფლიო ორგანიზაციის დადგენილი მოხმარება არის ერთ სულზე 24 კილოგრამი. ჩვენი დადგენილებით არის 12, მაგრამ დღეისთვის ჩვენ მოვიხმართ სულ რაღაც 5 წლის წინ იყო 4 კილოგრამი. ძალიან ისეთი შთამბეჭდავი და ეხლა უკვე 7-8-9 კილოგრამამდე ავედით უკვე. რა პერიოდზე ვსაუბრობთ? წლიური მოხმარება ერთ სულ ადამიანზე. ანუ საკმაოდ მაღალია. ასევე გაიზარდა. იქ ვერ მივდივართ 14-მდე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი ბოლო მონაცემებით ჩვენ 2022-ში როცა გავაკეთეთ ღირებულებათა ჯაჭვის კვლევა, აი იქ 4 იყო. კი ბატონო და ასევე შეფასებებიც გვსმენია რომ განსაკუთრებით როცა მიგრაციის ტალღა გაიზარდა ქვეყანაში ასე ვთქვათ უკრაინელ რუს და ბელარუს ასე ვთქვათ მოქალაქეებს უფრო თევზის მოხმარების მაღალი კულტურა აქვთ ამან შეუწყო ხელი ალბათ ხო ამ მოხმარების დას კი ბატონო ხალბატონო უშუალოდ ფერმერების საჭიროებებზეც მინდა რომ ვილაპარაკოთ ერთი მხრივ ის რომ ცოდნის კადრების პრობლემა მაინც არის ამ სექტორში რა ნაწილში სჭირდებათ ყველაზე მეტად
სახელმწიფოს მხარდაჭერა. ნუ ერთია რომ რაღაც სტრატეგიული დოკუმენტი გქონდეს, მაგრამ უშუალოდ პირდაპირ რა მიმართულებით უნდა ვეხმარებოდეთ ამ ადამიანებს, რომ შეძლონ გამსხვილება, სტანდარტების დაკმაყოფილება და შემდგომ ასევე მინდა გკითხოთ ექსპორტის შესაძლებლობებზე, სანამ ექსპორტზე გავალთ, შიდა მოთხოვნა მაინც რომ დავაკმაყოფილოთ, რა სჭირდება ამისთვის ფერმერებს და სახელმწიფოს როლი რა არის ამ საქმეში. იცით რა არის? ამ სიტუაციაში სახელმწიფოსგან ჭირდება ყველაზე მწვავე რაც არის ფერმერისთვის დღეს არის დაავადებებთან გამკლავება, თევზის დაავადებებთან გამკლავება. ასე თუ ისე მთელი ამ დამოუკიდებლობის პერიოდში ფერმერები სწავლობენ თავიანთ შეცდომებზე. ერთმანეთსაც უზიარებენ თავიანთ შეცდომებს თუ წარმატებებს. აი აქ ესე მოვედით დღემდე. სამწუხაროდ ლაბორატორია კი წავიდა დღეს წარმატებისკენ, რომ უკვე აკეთებს ანალიზებს დაავადებებთან მიმართებაში, მაგრამ ჩვენ არ აყავს ვეტერინარი, რომელიც იმუშავებს თევზის დაავადებაზე. ამიტომ ჩვენ ამ ეტაპზე ჯერჯერობით მხოლოდ ექსპერტების, საერთაშორისო ექსპერტების დახმარებით ვართ, დახმარების იმედად ვართ. ჩვენ ასოციაციაში ყავს საერთაშორისო ექსპერტთა საბჭო, სადაც გაერთიანებულია ევროპელი ექსპერტები და 2 თურქი ექსპერტი. ერთ-ერთი ექსპერტი არის ტრაბზონის შავი ზღვის უნივერსიტეტის სპეციალისტი, რომელიც მუშაობს დაავადებებზე და ის გვეხმარება ასე დისტანციურად. ჩვენ ვუგზავნით დაავადებებს, იქ ფოტო მასალას, ვიდეო მასალას, ესე ვღებულობთ აი ამ ასე ვთქვათ, დახმარებას ამ კუთხით. აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ჩვენ გვინდა. გარდა ამისა, არის იცით ძალიან ბევრი რეგულაციები წამოვიდა, ფერმერებს ჭირდება ამაში გარკვევა. ჩვენ ნაწილობრივ ვეხმარებით. იცით, ეხლა გავაკეთეთ ესეთი ჯგუფი სამუშაო, სადაც ჩართულია სააგენტოები სააგენტოების სამინისტროს, რომელსაც პირდაპირ თუ ირიბად შეხება აქვს აკვაკულტურ რეგულაციებთან, მათ შორის ამ აკვაკულტურასთან დაკავშირებულთან. და ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ ჯერ ჩვენ გავერკვევით ფერმერს რა ვალდებულება ეკისრება და მერე ჩვენ მივაწოდებ და რამდენად ასე ვთქვათ გამკაცრდა მიდგომები ამ ხრივ. ჩვენ ვიცით რომ გარკვეული ნებართვების აღება უწევთ მათ შემდეგ, რაც აკვაკულტურის შესახებ კანონი მივიღეთ ამ მეურნეობებს. გარდა ამისა კიდევ რა ტიპის მოთხოვნები გაჩნდა, რომლის დაკმაყოფილება უწევთ მათ? იცით რა, ეს ნებართვები გასაგებია, ხო, აკვაკულტურის კანონის მიხედვით მათ გარკვეულწილად ნებართვებთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ დღეს გაცემულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ 110 ნებართვა და 250 არის განხილვის პროცესში. დანარჩენ ფერმერებს, რომლებმაც ვერ შეიტანეს, აქვთ პრობლემა, ძირითადად არის მიწის საკუთრების პრობლემები, კიდე სხვა რაღაც ესეთი იურიდიული ფაქტორები, რაც ვერ უზრუნველყოფს იმას, რომ ფერმერმა, ანუ ყველამ შეიტანოს, ვინც კი არის დარეგისტრირებული, შეიტანოს განაცხადი ნებართვაზე. მეორე საკითხია ნებართვის მფლობელების ვალდებულება. აი სწორედ ნებართვის მფლობელების ვალდებულება საკმაოდ ესეთია რამდენიმე ვალდებულება ეკისრება და სწორედ ამ მიზნით შევქმნით ის ჯგუფი, რასაც წეღან გეუბნებოდით, რასაც გესაუბრებოდით და აი ზუსტად ჩვენ გვინდა ამ ჯგუფის მიზანია, რომ ძალიან მალე გავაკეთოთ, ეს პირველი წელია და ცოტა ქაოსია. აი მომავალი წლისთვის გავაკეთოთ ერთი ესეთი ფორმა, რომელ ფორმაშიც იქნება კალენდარულად გაწერილი რა ვალდებულებები ეკისრება ფერმერს. იცით, იყო ესეთი რაღაცა, რომ ერთი და იგივე კანონიდან არის რამდენიმე ვალდებულება და ერთი გაიგზავნა იანვარში და მეორე გაიგზავნა მარტში და ვეღარ გაერკვა ფერმერი. ეგეც უნდა გავუგოთ, ხო? ანუ ამ კანონის მოთხოვნების, ასე ვთქვათ, მიტანა ფერმერებამდე ამ ინფორმაციის პრობლემა როგორც ჩანს, ხო? აი ეს ჯგუფი ზუსტად დიდი იმედი გვაქვს, ყოფს ამას, იცით, რომ ჩვენ მერე ვიღებთ პასუხისმგებლობას დარგობრივი ასოციაციები, რომ ეს რაღაც ფორმით მივიტანოთ ფერმერამდე და ამ შემთხვევაში სახელმწიფოს არ აქვს სადამსჯელო, ასე ვთქვათ, ფუნქცია, ანუ არაჯარიმებს იმისთვის. იცით, რა საჯარიმო რო ავაშოროთ, სწორედ ამიტომ შევქმენით ეს ჯგუფი. რომ ჩვენ გვინდა, რომ როგორ არა საჯარიმო რო აქვს, ზუსტად მაგიტო გვინდა, რომ აი დახმარება გაუწიოთ, იმიტომ ეს საჯარიმო სანქციებიც საკმაოდ მაღალია და ეხლა
ახლა მიდის მუშაობა იმაზე, რომ ცვლილებები იქნა შეტანილი და დაიწევოს ეს თანხები. რა მოცულობებზე საუბრობთ ამ შემთხვევაში? ზუსტად ვერ გეტყვით, იცით. კი ბატონო. ქალბატონო ნინო, ერთია რომ ჩვენ გვინდა შიდა მოთხოვნის დაკმაყოფილება მაინც შევძლოთ ამ ჩვენი ადგილობრივი წარმოებით, თუმცა საექსპორტო პოტენციალზე და პერსპექტივებზეც მინდა გესაუბროთ, როგორც ვთქვით, შავი ზღვის თევზჭერის პროდუქტები შესაძლებელია რომ გავიდეს ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტზე, თუმცა ამ ტიპის შესაძლებლობა არ არის აკვაკულტურის კულტურაში მოშენებული თევზის შემთხვევაში. აი აქ რა დამატებითი მოთხოვნებია, რასაც ევროკავშირი აყენებს და იგივე რამდენ მეურნეობას შეუძლია ამ სტანდარტების დაკმაყოფილება დღეს? ეს სერიოზული გამოწვევა, იმიტომ რომ საჭირო სერტიფიკატი, ხო? ვიდრე სერტიფიკატს მიიღებს ფერმერი, მან უნდა გაიაროს სერიოზული გზა. ანუ კონდეს სერიოზული გზაში გულისხმობ მოწესრიგებული და კანონთა შესაბამისობაში ყველაფერი მის ტერიტორიაზე და მისი პროდუქციის ხარისხზე. ჩვენ გეგმავთ ამასთან დაკავშირებით იგივე GFCM-ის დახმარებით და საერთაშორისო ექსპერტების დახმარებით ჩვენი ასოციაციის გეგმავთ დავიწყოთ კამპანია ძალიან მალე აი პროექტს რომ მოვრჩებით ახლა გეგმავთ დავიწყოთ კამპანია საუკეთესო პრაქტიკის დანერგვაზე. ეს არის მოგეხსენებათ ნებაყოფლობითი პროცედურა და ჩვენ გვინდა რომ ესეთი სადემონსტრაციო რამდენიმე თუნდაც რეგიონში ერთი გავაკეთოთ და საბოლოო ჯამში ეს მიგვიყვანს იქამდე რომ აი ფერმაში წარმოებული პროდუქტი იქნება ჯამრთელი შესაბამისად გარემოც იქნება შესაბამისი გარემოს დაცვით მოთხოვნებთან და ფერმერიც იქნება წახალისებული, იმიტომ რომ შესაბამისად აი ამ საუკეთესო პრაქტიკაში დანერგილი ფერმის პროდუქცია იქნება შედარებით ძვირი. ანუ ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ფერმერი დავაინტერესოთ ამ მხრივ. ეს არ იქნება ადვილი, წარმოგვიდგენია, რომ ან რა სამუშაოს გაწევა დასჭირდება ფერმერს ამ შემთხვევაში, რომ სწორედ ეს ნიშანი ჰქონდეს საუკეთესო პრაქტიკის ყველა მოთხოვნილი იმის ჩათვლით საკვების დასაწყობების შესაბამისი პირობებით. ანუ ეს ყველაფერი სტანდარტიზებულია, როგორ უნდა განხორციელდეს, ხომ? და ამ შემთხვევაში ამ სტატუსს და ამ ნიშანს ვინ ანიჭებს? საერთაშორისო ექსპერტები. საერთაშორისო ექსპერტები, კი ბატონო, თუ ეს ყველაფერი წესრიგში იქნება და მე უკვე ეს წავა სერტიფიცირებაზე, რაც უკვე მისცემს იმის შესაძლებლობას იქნას პროდუქცია გატანილი ექსპორტზე. პრინციპში ამისკენ ერთი ძალიან დიდი მოგეხსენება თქვენ მალაქითთან დაკავშირებით 2 წლის წინ განვითარებული მოვლენები. ძალიან კარგი შედეგი ჰქონდა ამ აქციას, ასე ვთქვათ, მალაქითთან დაკავშირებულს, იმიტომ რომ დღეს როცა სურსათის უვნებლობა და ვეტერინარია აკეთებს ანალიზებს, ისინი ვეღარ პოულობენ ამ ნივთიერებას, უბრალოდ დარჩენილია ნარჩენი ნივთიერება, რომელიც შესაბამის დროშიც ალბათ ელიმინაციას დაექვემდებარება. თუნდაც აი ეს იყო ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გადადგმული ნაბიჯი სახელმწიფოს მხრიდან ჯანსაღი პროდუქციის და საბოლოო ჯამში ფერმერის ინტერესებში თუ შედის ექსპორტთან დაკავშირებით. კი ბატონო, თუმცა ამ ნაწილში ალბათ ევროპელი პარტნიორები გარკვეულ სტაბილურ მიწოდებას მოითხოვენ და გარკვეულ რაოდენობას, რომლის რესურსი ალბათ ამ ეტაპზე არ არის, ხომ? ან შეიძლება იყოს კიდევაც თუ ჩვენ წავალთ ამ სტრატეგიით და შევძლებთ საწარმოების გაფართოებას და განვითარებას. იცით, მე ვფიქრობ ამ ეტაპზე პირველი ჩვენ რესურსი გვაქვს, ამაზე აღარ ვლაპარაკობთ, ხო, ამაზე შევთანხმდით და ყველგან ვამბობთ და ყოველთვის რომ ჩვენ ამის ბუნებრივი რესურსი, ანუ წყალი გვაქვს, ფართობი გვაქვს და ასე შემდეგ. მე თავიდანვე დავიწყე იმით, რომ არარაციონალურად ხდება წყლის რესურსის გამოყენება. ანუ პოტენციალი ფერმერს იმისთვის, რომ აწარმოოს 2-ჯერ, 3-ჯერ, 4-ჯერ, შეიძლება 10-ჯერ მეტი პროდუქციაც ამისი აქვს თითოეულ ფერმას. უბრალოდ ისევ და ისევ იქ მივდივართ ჩვენ ჩიხში განათლება, ვეტერინარული სერვისი
სერვისი, უნარჩვევები და ასე შემდეგ. აი ეს გვინდა. კი ბატონო, ეს სექტორი ზოგადად საინვესტიციოდ რამდენად მიმზიდველი. ერთია რომ ჩვენ ძირითადად ოჯახური მეურნეობის ხარჯება ვითარებთ ამ აკვაკულტურას, თუმცა აი სექტორი რამდენად საინტერესოა თუნდაც უცხოელებისთვის. ჩვენ ვახსენეთ აი საზღვაო ზონებში რამხელა ინტერესი იგივე თურქების და ნორვეგიელების მხარე ახსენეთ თქვენ ხომ? აი ზოგადად ის რომ შემოვიდეს ამ სექტორში ინვესტორი, ფული აქ დააბანდოს, წარმოება ასე ვთქვათ გახსნას, აი ესეთი ინტერესი თუ ჩანს ან რაღაც გარკვეულ პერიოდის წინ თუ ყოფილა ესეთი ინტერესი. აი ბოლო დროს იყო რამდენიმე ესეთი დაინტერესება, ანუ ქართულ უცხოური ესეთი პარტნიორობა. არის ეგეთი შემთხვევებიც ახლა ბოლო დროს იყო რამდენიმე ესეთი საკმაოდ სოლიდური და ესეთი მრავალფუნქციური ფერმების მშენებლობა. გულისხმობ მრავალფუნქციურში ჩაკეტილი სისტემაც იქნება და ჩვეულებრივი სატბორე სისტემები. გურია ფიშის შემთხვევა შეგვიძლია გურიაფიშის კი ბატონო. სხვა არეალებშიც თუ არის მსგავსი ასე ვთქვათ პროექტების განვითარების შესაძლებლობა დღეს. აი კახეთის მაგალითი გითხარით ახლა მე თქვენ კახეთი გეგმავს ესეთი რაღაც გაკეთებას ერთობლივი ნორვეგიელებთან ერთად. და საინტერესო იქნება. ანუ არის იცით ინტერესი, რახან ჩვენ პოტენციალი გვაქვს ინტერესი არის. აი უფრო მეტი ხომ არ შეგიძლიათ ამ პროექტზე გითხრათ კახეთში კონკრეტულად რა მასშტაბის მეურნეობის გაკეთების რესურსი. ვერ გეტყვით, მაგრამ ვიცი რომ საკმაოდ დიდი ტერიტორია აიღეს და ძირითადად იქნებიან ზუთხზე ორიენტირებული. ეს არის ქართული უცხოური ინვესტიცია. კი, ჩაკეტილი სისტემა იქნება. როგორც გითხარით და ასევე ესეთი ღია სისტემები. აი იგივე როცა ექსპორტზე ვსაუბრობთ ხალბატონო ნინო, აი საქართველოში წარმოებული პროდუქტების კონკურენტუნარიანობა, თუმცა თუნდაც ფასით, ხარისხით, ჩვენ რამდენად შეგვიძლია აი ასე ვთქვათ ის ქვეყნებს გაუწიოთ ამ ხრივ კონკურენცია, რომლებიც დიდი ხანია ამ სფეროში წარმატებული არიან და ბაზრის ტენდენციებსაც ქმნიან. იცით რა, ჩვენ შეიძლება რაოდენობრივად ვერ გაუწიოთ, მაგრამ როგორც ბიოპროდუქცია ამ ნიშას დავიჭერთ ნამდვილად. განსაკუთრებით რომელ სახეობებია ყველაზე მეტად პერსპექტიული, რომელიც ყველაზე ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე შეიძლება დამახასიათებელი იყოს საქართველოსთვის. იცით ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე, ანუ აბსოლუტურად ექსტენსიური, ჩვენ შეიძლება განვიხილოთ კობრისებრები. არის ფერმები, რომლებიც არ აძლევენ არანაირ საკვებს და აბსოლუტურად ესეთი ექსტენსიურ პირობებში, ბუნებრივ პირობებში იზრდებიან. თუმცა იგივე კალმახის შემთხვევაში არსებობს საკვები, რომელიც არის თუ ბიოპროდუქციაზე წავალთ, განკუთვნილი ამ სახეობის ამ ნიშის დასაჭერად და ეს იქნება ჩვენ ალბათ ვერ შევძლებთ რაოდენობრივად. უბრალოდ აი ამ ნიშას თუ დავიწყეთ ხარისხი. კი ბატონო, ფასებზეც მინდა რომ ვკითხოთ, თითქმის ყველაფერზე იზრდება ფასები ბოლო პერიოდში, მათ შორის საკვებ ნედლეულზეც და ჩვენ ვიცით რომ ამ თევზის წარმოებაშიც საკვების ძირითადი იმპორტირებულია. აი რამდენად ძვირი უჯდება დღეს ფერმერს თევზის მოშენება და წამყვანი ამ ფასში მაინც არის თუ არა საკვები კომპონენტი. იცით, კალმახის თვითღირებულებაში 90% არის საკვებზე მოდის. შესაბამისად, ეს სავალუტის კურსი, გაცვლითი კურსი პირდაპირ მოქმედებს აი ამ ფასზე, პირდაპირი გავლენა აქვს აი ამ ფასზე. შესაბამისად, იმიტომაც, თუმცა ჩვენ გვაქვს პოტენციალი ვაწარმოოთ ჩვენი საკვები. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ვაწარმოებთ თევზის ფქვილს, რომელიც მიდის თურქეთში, ყიდით და თურქეთიდან ყიდულობთ საკვებს. რაღაც ისეთი უცხოელი ექსპერტები ამას ვერაფრით ვერ იგებენ. ანუ როგორ ხდება ეგეთი რამ და ჩვენ რაღაც კურიოზში ხო ყველაფერი კურიოზული გვაქვს და აი ეს და ამას სჭირდება ხელშეწყობა, იცით ჩვენ სულ ვაყენებთ საკითხს. ეხლა ბოლო დროს დაინტერესდა შესაბამისი სტრუქტურები, ვინც უნდა ვისაც ხელი წიფება იმ გადაწყვეტილებების მიღება. ანუ აქ წარმოებული პროდუქცია არ არის გათვლილი საქართველოს ბაზრისთვის, ამის თქმა გინდათ და მაინც აქ წარმოებული შემდგომ თურქეთიდან შემოტანა აქ შეიძლება იწარმოოს სრულყოფილი პროდუქცია. ნედლეულს ყიდით თევზის ფქვილს. დიახ. და იქიდან ყიდულობთ უკვე სრულფასოვან თევზის საკვებს.
და იგივე შეიძლება ჩვენთან გაკეთდეს საწარმო. და ჩვენ ვაწარმოოთ ჩვენი თევზის საკვები. აი ეს ზრდის ძალიან ფასს. თევზის ფასიც ამ დროს ამ შემთხვევაში დაიწევს. აი თუ შეგვიძლია საუბარი ყოველ პერიოდში დაახლოებით როგორ შეიცვალა ფასები პროდუქციებზე. ალბათ 3-4 ლარით ბოლო აი 22 წლიდან. ვიცით რა ფერმის კარზეც ძვირია. იყო ხოლმე რაღაც განსხვავება რომ ვთქვათ მაღაზიაში და ферმის კარზე. ферმის კარზე გაცილებით იაფი იყო ყოველთვის და თუმცა ახლა ხარჯები იმდენად გაეზარდა ფერმერს რომ შეუძლებელია გადასახადიც აქვს, მოკლედ აი ამ ყველაფერში ცოტა უჭირთ გარკვევა და უნდა რაღაცნაირად დავეხმაროთ. კი ბატონო. ბოლოსკენ რომ წავიყვანოთ ჩვენი საუბარი, ქალბატონო ნინო, საკმაოდ ბევრი კომპლექსური პრობლემებია, წინსვლაც არის ამ პროცესში და კარგია რომ რაღაც ჩარჩო კანონმდებლობაც არის, რომელიც ამ სექტორს არეგულირებს და სტრატეგიაც უკვე გაგვაჩნია რა შეიძლება იყოს ჩვენი სამიზნე. აი 2028 წელს, როცა გვაქვს ჩვენ უკვე ამ სტრატეგიის ბოლო, მოკლედ დედლაინი, როგორ წარმოგიდგენიათ, სად წარმოგიდგენიათ ეს დარგი განვითარების რა ეტაპზე? წარმომიდგენია უხვი პროდუქცია ადგილობრივი მოხმარებისთვის, მოგეხსენებათ ცილოვანი პროდუქციის დეფიციტია რაციონში და წარმომიდგენია ბიოპროდუქცია ექსპორტზე. 2028 წლისთვის. 2028 წლისთვის. კი ბატონო, ასევე მარიკულტურაც, მარიკულტურის პროდუქციაც. იგივე მარიკულტურის პოტენციალზეც რომ ვილაპარაკოთ, აი ამ ნაწილში უფრო დიდი მასშტაბის ფერმების შექმნის პოტენციალი რეალურად რამდენად არის? იცით რა, აი ეს ინტერესი ვისაც აქვს თევზთან დაკავშირებით მეკითხეთ, ესენი საკმაოდ დიდი ისინია კომპანიებია. და მე მგონი აი 100,000 ტონას, რომელიც პოტენციურად შეიძლება ზღვაში მიდიები და ხამანწკები, ხო? ხამანწკებიც და ზოგადად მთლიანობაში ზღვის პროდუქტები. სხვა შორის ინტერესი გაჩნდა წყალმცენარების წარმოებაზეც. ანუ ამ ნაწილში რას გულისხმობთ? ამ ნაწილში არის დაინტერესებული კომპანიები, რომლებსაც სულთ აწარმოონ წყალმცენარეები, რომლებიც გამოიყენება მედიცინაში. და ეს რომელი ქვეყნის მხრიდან ინტერესებს საუბრობთ და სად შეგვიძლია ეს ასეთი იქვე სადაც შეგვიძლია ჩვენ განვავითაროთ მოლუსკები, იქვე შეგვიძლია განვავითაროთ. ანუ ზღვის არეალში საუბრობთ. კი, ზღვაზე ლაპარაკი, დიახ. ანუ ეს მხოლოდ ინტერესის დონეა თუ უკვე რაღაც წინ არა, ჯერ ინტერესი და რაღაც სწავლობენ, შეისწავლიან გარემოებებს. კი ბატონო, ამის წინასწარი შეფასება არის თუ არა გაკეთებული, გვაქვს ამის რესურსი რეალურად რომ ამ ხრივაც დავტვირთოთ ჩვენი შავი ზღვა. კი, აი ეს იმ ნაწილში, ისევ და ისევ მოლუსკების ნაწილში შეიძლება გაკეთდეს. კი ბატონო, მოკლედ საინტერესო პერსპექტივა ამ დარგში, მთავარია რომ ყველა ეს შესაძლებლობა, რომელიც გვაქვს მაქსიმალურად ავითვისოთ და გამოვიყენოთ. მადლობა, მინდა გითხრათ რომ საინტერესო შეფასებები მოგვესმენინეთ ამ სექტორთან დაკავშირებით. მე წარმატებები მინდა გისურვოთ და უკვე განახლებული ინფორმაციებით უკვე შემდგომში დიდი სიამოვნებით გიმასპინძლებთ ჩვენს სტუდიაში. მადლობა ნინო ჩობანიანს, ის საქართველოს თევზის მომშენებელთა ასოციაციის თავმჯდომარეა, რედაქტორი ამით დასრულებულია, მე გემშვიდობებით ნახვამდის.